ახლა მასწავლებლების ეროვნული ჯილდოს დაჯილდოებაზე ვარ, სადაც გამოვლინდება წლის საუკეთესო მასწავლებელი და რა თქმა უნდა, ამ პროექტის მთავარი მხარდამჭერი საქართველოს ბანკია. საქართველოს ბანკი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში განათლების მხარდამჭერია. პროექტი შეიქმნა მასწავლებლების პროფესიის წახალისებისთვის და მხარდაჭერისთვის. ბევრი მათგანი ერთობა ყოველწლიურად. ჯერ გამოვლინდა საუკეთესო ათეული, შემდეგ ხუთეული, ღონისძიების დასასრულს კი წლის საუკეთესო მასწავლებლის ვინაობაც გახდა ცნობილი. რამდენი ხანი რაც მასწავლებელი ხარ, როგორ დაიწყე, რატომ გადაწყვიტე? შალვა მინდაძე, 71 საჯარო სკოლაში ვასწავლი, ისტორიის და სამოქალაქოს მასწავლებელი ვარ. 2017 წლიდან დავიწყე ბავშვებთან ურთიერთობა. მე 11 კლასში ვიყავი, რომ პირველი მოსწავლე მყავდა, უფასოდ ავიყვანე და იქედან შეიქმნა ჩემი პლატფორმა. სკოლაში 2020 წელს შევედი ქალაქ მარნეულში და მე უკვე გავყევი ამ გზას. მე ვარ ნათია უჩავა, დაწყებითი კლასის მასწავლებელი და მასწავლების ეროვნული ჯილდოს 2024 წლის გამარჯვებული. მითხარი, რამე ტრადიცია თუ გაქვს მოსწავლეებთან? როდესაც კლასში არის ხოლმე ხმაური, აურზაური, ასე ვჩერდები და მელოდები, როდის გაჩერდებიან და ეს ყველაზე კარგად ჭრის. რა რჩევას მისცემთ დაწყებ მასწავლებლებს? შეიყვარონ საქმე და ყველაფერი, რასაც გულით აკეთებ, აუცილებლად გამოდის ბოლოს. ბევრი შრომა კი უნდა, ძალიან ბევრი შრომა უნდა. ბევრჯერ დაეცემი, ბევრჯერ ადგები, მაგრამ ბოლოს შედეგი აუცილებლად ფასდება, იმიტომ რომ მომავალი განათლებაშია. მასწავლებლობა ეს არის მუდმივი სწავლა, მუდმივი განვითარება, ამიტომ არაა მოსაწყენი. ახალი მოსწავლე მოდის, ახალი გამოწვევები ჩდება შენ ცხოვრებაში და შენ უკვე იწყებ რაღაც ახალი ისწავლო. ასე რომ განათლების გზაზე არ უნდა გაჩერდე.